ჭაბურღილი ქვევით არის, მაგრამ აქ უნდა ამოაკაჩა წყალიო. როგორც ვიცი, მე არ ვიცი კარგად. ზაფხულში დაიწყეს მუშაობა და ეხლა ზამთარია და გაზაფხულზე ალბათ იმედებს გვაძლევენ, დიდი იმედებს და დიდი მადლობელი ვიქნებით ამ მთავრობისა. თუ კი მაგ სიკეთეს გავიკეთებთ. დაქცევა, ხო, სოფლის დაქცევა და სოჩიკებს დაგვიდგამენ, ეგრე შეგვიძნენ. ოღონ ახალი ორგანიზაცია იყო, ვინც უნდა იყოს, ვინც გაიმარჯვებს ახლა ტრენერში, ის გაიყვანს ალბათ მე. წყალი არის, დებეტი არის და წელს ველოდებით, კი არ ვფიქრობთ, ველოდებით რომ იქნება დაქცევა. იცით რომ 2016 წელს არის გამოყოფილი თანხა დასრულებისა, რეზერვუარისაც და დაქცევისაც. ჩვენ მუნიციპალიტეტიდან ვიცით ხო რომ ზურა გამარჯობა. ზურა ძვირფასო რატო გაწუხებ? ანუ ჭაბურღილთან დაკავშირებით, უпростоრად დაქცევასთან დაკავშირებით, რა შეგიძლია მითხრა ნაწრეთზე და შავშვებზე? ანუ თანხები არის გამოყოფილი დაქცევაზე თუ არა? ანუ ოფიციალურად, ესე ვთქვათ, თანხები იმ წუთში არ დევს. დაღუპულია ყველაფერი, რა მდგომარეობა, აი წყალი არ მოდის. ერთი მეტრო მოწალკაი, ესე დაწყვეტო და შევეგარ. ესეთი წყალი გაქვს სოფელში. მეტი არ არის ეს წყალი. მე დიდი ხანია რაც ამ სოფლის რძალი ვარ და ეგ წყალიც არის, მაგრამ წეს დაიკლო. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს, რა ვიცი. მეორე წყარო თქვით, მაგრამ დაწყდა, წყლები წყდება საერთოდ. თემში აი მაღლა მთაში რო ახვიდო წყალი აღარ არის. იყო წყლები და აღარ არის. ეს ბუნებრივად წყდება. რადგან გაკეთდა ჭაბურღილი, არ შეიძლება რომ მაგას დაქცევა არ მოყოს, იმიტომ რომ ჭაბურღილი დაილამება, უფრო მეტი დაჭირდება ძალისხმევაც, თანხებიც და რადგან ჭაბურღილი არის, რა ქნა არ მეპარება ეჭვი აუცილებლად დაქცევისთვის თანხები იქნება. ახლა არჩევნებია და რა თქმა უნდა მოხდება. არჩევნებისთვის.